გამარჯობა. დღეს 1 ივლისია 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1223 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი და დღევანდელ ეპიზოდს ვუწვდი ვანო ნადირაძეს. დღეს ის დაკრძალეს თბილისის ზღვის სასაფლაოზე. მანამდე პანაშვიდები იყო ქაშვეთში, ასევე მის სახლში, სადაც 2014 წლის მერე არ ყოფილა. რაც შეეხება დახვედრას, ვანო თბილისში შაბათს ჩამოასვენეს და პირველად მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და პირველი ქართული მსხვერპლი დაფიქსირდა, პირველად მოხდა ისე რომ ქართულ მებრძოლს საპატიო ყარაული არ დახვდა. ამან გამოიწვია ბევრი კითხვა, გულის წყვეტა და როგორც მე მეუნება წყაროს ხალხთა თავდაცვის სამინისტროდან მიზეზი რაც იყო არის ის რომ თითქოს ვანო თბილისზე ტანკებით აპირებდა წამოსვლას. სამარცხვინოა რომ ოფიციალური უწყება აი ამ ჭორს არის აყოლილი და ამით ასე ვთქვათ, როცა კითხვები გაჩნდა როგორც ჩანს უწყებაში ეს ინფორმაცია გაავრცელეს. ეს არის ინფორმაცია რომელიც მე წყალო მომაწოდა. და ეს არ არის ნარატივი, რომელიც პირველად გავიგე სოციალურ ქსელში მუსირებდა ის, ჩემს წინა ვიდეოზეც იყო მსგავსი კომენტარები. სინამდვილეში ასეთი ვიდეო, სადაც ვანო ამბობს, რომ თბილისზე ტანკებით უნდა წავიდეთ, უბრალოდ არ არსებობს. როდესაც ეს მსგავსი ტიპის ინფორმაციები გავრცელდა, მე ხომ არ გამომეპარა რამე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალყურს. მიმდინარე მოვლენებს ვიფიქრე შესაძლოა მე ხომ არ გამომეპარა რამე, თუმცა მე მსგავსი ვიდეო, ან თუნდაც პოსტი, სადაც ვანო რამე მსგავს ამბობდა, არ მინახავს. საქმე იმაში, რომ ვანო მართლა გამოირჩეოდა საკმაოდ მკვახე განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში არანორმატიული ლექსიკითაც, თუმცა ეს ყველაფერი არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და კი ეს ყველაფერი მიმართული იყო რეჟიმის წინააღმდეგ. ის ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე უკვე თითქმის 8 თვეა ქუჩაში აპროტესტებს რეჟიმს, ისიც ვანო ნადირაძეც და ყველა ეს მებრძოლი, რომელიც დღეს უკრაინაში იმყოფება, თვლის რომ ქვეყანაში რეჟიმი შესაძლებელია. აბა რა ეგონა ივანიშვილს და კობახიძეს რომ აგინებდა. ეს უკვე კიდევ ერთი წყაროა ამჯერად უკვე პარტიული ინფრასტრუქტურიდან პარტიაში ივანიშვილის ოცნებას გულისხმობ, რა თქმა უნდა. აი ესეთ ხალხს აქვს დღეს ძალაუფლება, რომელიც რაღაცა პირადი შურისძიებისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების წინააღმდეგ და კი ვანო, როგორც ვთქვით, იყენებდა არანორმატიულ ლექსიკას, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგაც. რაც შეეხება აი ამ ვიდეოს, რომელზეც არის ლაპარაკი, რომ თითქოს ვანო ამბობდა, რომ თბილისზე ტანკებით, ეს ტყუილია. ვანო ამას არ ამბობდა, არსებობს მებრძოლი, რომელმაც ეს ვიდეო მართლა გადაიღო. ანუ შესაძლოა ეს ვიდეო ვინმეს ნახის კონდეს, თუმცა ეს არ ყოფილა ვანო ნადირაძე, პირიქით, რამდენადაც მე მითხრეს შემდეგ უკვე ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ვანო ელაპარაკა ამ ადამიანს და საკმაოდ არაერთაზროვანი საუბარი იყო. მაგრამ აქ მეორე ამბავი არის, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ოცნებას საქმე აქვს აღძრული ქართული მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ვანო იქნებოდა ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც საქმე იქნებოდა აღძრული. აი ესეთი არის მოცემულობა და რეალობა, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა, უბრალოდ არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ამის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს გასაკეთებელი, მას პატივით დახვდნენ როგორც აეროპორტში, შემდეგ უწყვეტი რიგები იყო მის საცხოვრებელ სახლში და უკვე ორშაბათსა და დღეს სამშაბათს ასევე უწყვეტი რიგები იყო ქაშვეთის ეკლესიაში და როგორც გითხარით, ამის შემდეგ უკვე ვანო დაკრძალეს დღეს თბილისის ზღვის სასაფლაოზე. რადგან ამ პროექტის ფარგლებში ჩემი და ვანოს ეს პროექტი ემსახურებოდა ინფორმაციის გავრცელებას იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში, მე გავაგრძელებ ამ საქმეს. ვანოს ხსოვნის პატივსაცემად და მომავალი კვირიდან ისევ
შეულში ვერა, თუმცა ისევ აღვადგენ ვიდეოების ჩაწერას იმის შესახებ, როგორ ჩაიარა კვირამ უკრაინაში. მანამდე კი დაგიტოვებთ ვანოს მეგობრების და თანამებრძოლების მოგონებებს ვანოზე. თუმცა ჩემსაც გაგიზიარებთ, მე ის გავიცანი 2022 წელს ომის დაწყებამდე, თავიდან ონლაინ როგორც ხდება ხოლმე, შემდეგ უკვე კიევში ჩასულმა ის პირადად ნახე, გავიცანი, მისგან ბევრი რამე ვისწავლე და არასდროს დამოვიწყდება მისი, ასე ვთქვათ, ის ღამე, როცა ომი დაიწყო. ზოგადად მანო გამოირჩეოდა ძალიან ისეთი ენერგიული იყო, მოუსვენარი, სულ პოლობდა დროს ხუმრობისთვის და მუდმივად ისე მოძრაობაში და ენერგიაში იყო. ასე ვთქვათ, ენერგიული კაცი იყო და აი იმ ღამეს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი სლავიანსკში, ვანო სად იყო არ ვიცი, იმიტომ რომ უსაფრთხოების პროტოკოლებიდან გამომდინარე ასე არ უზიარებთ ხოლმე ლოკაციებს ერთმანეთს, როცა სანამ მე კიევიდან წავიდოდი დონბასში, მაშინ ვთხარი დაახლოებით მარშრუტები სად ვიქნებოდი ხოლმე და იცოდა რომ სლავიანსკში ვიყავი. სლავიანსკი არის ქალაქი დონეცკის ოლქში, რომელიც 2014 წლის ოკუპაციის შემდეგ უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის, თუმცა იქ საბრძოლო მოქმედებები იყო და ძალიან ახლოს არის ჯერ კიდევ იმ დროინდელ საოკუპაციო ხაზთან. სლავიანსკში ვიყავი და სანამ პუტინის გამოსვლა დაიწყებოდა, გვიანი ღამე იყო უკვე, ალბათ ღამის პირველი იქნებოდა. დამირეკა ვანომ და მეკითხება რომ იქ ახარო სადაც უნდა იყოდე, მოთხარი ხო აქ ვარ და ხვალ ვაპირებ ცოტა უფრო ჩრდილოეთით წავიდე თქო და ძალიან გაეცინა. მითხრა რომ ვერცადაც ვერ წავიდოდი და თუ შეგიძლიაო ეხლავეო დაჯექი და წამოდიო კიევისკენ და მე ვთხარი რომ რანაირად წარმოგიდგენია ხა ჯერ ერთი გარდა იმისა რომ ლოჯისტიკურად რთული იყო და შუაღამეა, ჟურნალისტები ვართ და ამ ამბის გასაშუალებლად ვიყავით იქ. და მან მიმახვედრა და პრინციპში მე პირდაპირაც მითხრა რომ გამთენიიდან მე ცოტა ხანი შენს მოსახედად აღარ მეცლება და თავის საფრთხეში არ ჩაიგდო ძალიან ყურადღებით და ფრთხილად იყავიო და პრინციპში ეს შემთთვის იყო უკვე ის სიგნალი რომ ის ღამე ასე ვთქვათ არ იქნებოდა ჩვეული წინა ღამეების და მართლაც მე აი ამ ლაპარაკიდან დაახლოებით 2 საათში ალბათ პუტინის სიტყვით მიმართვა დაიწყო და შემდეგ უკვე მასირებული თავდასხმა. ეს არის ის ერთი მოგონება, რის გაზიარებაც მე მინდოდა ვანოსთან დაკავშირებით, ახლა კი გიტოვებთ მისი მეგობრების და თანამებრძოლების მოგონებებს ვანოზე. ვანო გავიცანი 2018 წლიდან ვიცნობ, ძალიან დადებითი, ძალიან თბილი ადამიანი და რა ვიცი ძალიან მიჭირს ვანოზე წასულში საუბარი და ჩვენი გაცნობა შემთხვევით მოხდა ტელეფონით ასე რომ ვთქვათ და ტელეფონით რაღაც პერიოდი კონტაქტობდით და მე უკვე შევხვდით. ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად რეალებდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაშინ ფართომასშტაბიანი ომი რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ იყო ეგრეთ წოდებული ატო, ანტიტერორისტული ოპერაცია, ასე ვთქვათ, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით და მაგ პერიოდში ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეხებოდა სამხედრო თემას და ჩვენ პროფესიას, ასე ვთქვათ რა. იყო ხოლმე მომენტები, როდესაც ჩვენ გვაინტერესებდა რაღაც, რაშიც ვერ ვერკვეოდით და ვანო გვეუბნეოდა რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და გვარიგებდა ესე რომ ვთქვათ რა. არა, მე მსახურობდი მაშინ 54 ბრიგადაში 25 ბატალიონში და ვანო იყო ბატალიონ დონბასში, მაშინ მოხალისეთა ბატალიონი იყო დონბასი. შტაბის უფროსი იყო ვანო მან. აი ყველაზე ემოციური ჩემთვის იყო ის პერიოდი. ზაზა ბიძაძე რო გარდაიცვალა ცხონებული 2022-ში, მაგ პერიოდში ვერ მოვასწარი კიევიდან გაცილება რო ხდებოდა ხოლმე გარდაცვლილების. გოსპიტალიდან გამომწერეს იმ დღეს დაჭრილი ვიყავი და ვერ ჩაუსარი გამომშვიდობების პროცესს და რა თქმა უნდა და ყველა ქართველებმა იცოდნენ ჩემი დათვლის ამბავი, რომეო იყო იქ ფარულავა, ბევრი იყვნენ გიორგი გელაშვილი, ბევრი იყვნენ ჩვენები ქართველები და მოხდა ისე რომ ვანო პირად კონტროლზე აიყვანა, ასე ვთქვათ, მე მაგათთან სტუმრად ვიყავი, ბაზაზე სადაც ეგენი იყვნენ
თავიანთი ექიმი, აი ძალით, აი როგორც პატარა ბავშვს ისე მატარებდა ექიმთან, რომ რამე გართულება ჭრილობაზე არ მოხდარიყო. ყოველ ნახევარ საათში მეკითხებოდა ჭრილობაზე. არ ვიცი. მართლა ისეთი ის იყო რა. მეთუმეტეს უკვე ოფიციალურად გოსპიტალიდან გამოწერილი ნაკერები ახსნილი ყველაფერი, მაგრამ მაინც ბოლომდე სანამ არ დარწმუნდა, რომ არანაირი ინფექციის რაიმე საშუალება ან საშიშროება არ იყო, 5 დღე დამტოვეს იქ. არ გამომიშვეს მანამ. ვანო იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სულით მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებდა სწორ გზებს, რომელიც ყოველთვის ეძებდა სწორად გადაწყვეტის გზებს, ეს ერთი, მეორე იყო ძალიან გულკეთილი, ძალიან აი ბავშვი ვითალალი იყო, მართლა უღონ. იყო უბოროტო ადამიანი, არ იყო აუმეხსიერი, ასე ვთქვათ. ყველას ცდილობდა ყოველთვის ყველას დახმარებოდა. აი ვერ მეტყვის ვერავინ რომ ვანოს რაიმე შეეძლო და ვინმეს არ დაეხმარა, ან ვინმეს უარი უთხრა, ან ვინმეს ზუგი შეაქცია, ეგეთი რამე არ არსებობს. ანუ გავიცანი ალბათ 10 წლის უკან, თუმცა ეს იყო სოციალური ქსელით, მაშინ ანუ აქტიურობდა უკრაინაში იყო, მე უკრაინასთან შეხება მქონდა ჯერ კიდევ უკრაინის მაიდნამდე და ამით რაღაც კომუნიკაცია მქონდა. შირი მიწერა მქონდა, კი რაღაც კონტაქტობდით. უშუალოდ ვანოს შევხვდი ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში ალბათ, როცა მომიწია უკვე კიევში ჩასვლა და მაშინ უკვე მე და ვანო საბრძოლო, ასე ვთქვათ, ვითარებაში გადავიკვეთეთ. მას შემდეგ ბოლო დღემდე ვანოსთან მქონდა კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მე 2002-ის დეკემბრის ბოლოს დავტოვე უკრაინა და ვანო იქ იყო. შემოგვიდგათ მქონდა კონტაქტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ კონტაქტობდით. ვანო იყო ყველა ჩვენი მეგობარის და თანამებრძოლის, ასე ვთქვათ, პატრონი იქ. როდესაც ჩვენი მეგობრები დაიღუპნენ და ასეთი არაერთი და ორი იყო, ვანო ახერხებდა იქედან კურირებას, მათ პატივის მიღებას, ორგანიზაციის მხრივ და აქედან ჩვენ ვეხმარებოდით გარკვეულ რაღაც საკითხებში. ნუ ახლა უკვე არ არის დასამალი, რომ ვანო ახერხებდა იმას, რომ ვანოს უკავშირდებოდა კეთილის სურველი ხალხი, რომელსაც ჰქონდა რაღაც თავისი, ასე ვთქვათ, პატარა სურვილი, დახმარება გაეწია ჩვენი დაღუპული მეგობრებისთვის და ვანოს მხრიდან ხერხდებოდა ისე, რომ დღეს ზოგიერთ ჩვენ მეგობარს საფლავზე დამატებითი ლამაზი ქვა არის, ლამაზი თაიგული დროშა ფრიალებს. მათ ბევრი პატარა ნიუანსი იყო, რომელიც ალბათ დროთა განმავლობაში გაირკვევა. რასაც ყველაფერს ჩვენ ვანოს გავლით ვიღებდით, ასე ვთქვათ. ვანოს ჰქონდა უმთავრესი თვისება. მისი სამეთაურო, ასე ვთქვათ, თვისებების ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ვანოს მებრძოლი არ უნდა დაღუპვოდა. ეს იცის ყველა. არ არის საიდუმლო. ის რომ ვანო პირველი შედიოდა და ბოლო გამოდიოდა, სანამ არ გამოიყვანდა მებრძოლებს, ეს თავისთავად როგორც მის მეთაურობაზე მიუთითებს, მაგრამ გარდა ამისა, ის მუდმივად ფიქრობდა იმას, რომ არ დაეკარგა ქართველი. მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, როდესაც დაიღუპა მიშა კაპლანი, მიშას ვანო ურთხილდებოდა საკუთარი თავივით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ომია და მიშა და მე ერთად აღმოჩნდით უცხოურ ლეგიონში, რაც ვანომ ძალიან განიცადა, იმიტომ რომ იცოდა, რომ იქ მომეტებული რისკი იყო და როდესაც მიშა დაიღუპა და მე შევატყობინე ვანოს ეს ამბავი, განცდაზე აღარ არის საუბარი, ვანო სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ პატიობდა თავის თავს, რომ მან ვერ მოახერხა დაერწმუნებინა მიშა, რომ არ წასულიყო ასეთ სარისკო მისიაზე, ანუ ვერ პატიობდა თავის თავს, რომ ვერ შეინარჩუნა მებრძოლის სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ მას რა თქმა უნდა პირადად არ ქონდა კავშირი ამასთან და შეხება, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ეს იყო ვანოს ანი და ჰოე, მას არ უნდა დაეკარგა მებრძოლი. მისი მებრძოლი უნდა ყოფილიყო ცოცხალი, შესაბამისად ის, რასაც გვასწავლიდა, ეს იყო ომის ხელოვნებაში არსებული ალბათ მთავარი კომპონენტი, თვითგადარჩენა. ვანოს არავისთვის არ უსწავლებია, როგორ უნდა ესროლო ადამიანს და გაანადგურო, ის გვასწავლიდა, როგორ უნდა გადარჩე.
და ამიტომ ის ბევრ ტკივილს შეიცავდა მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ იღუპებოდა აი ამდენი ქართველი, ნუ მის მებრძოლებიც მას უკრაინელებთან ხო დიდი თანამებრძოლობა ჰქონდა და ძალიან ბევრი მისი უკრაინელი თანამებრძოლი არის დაღუპული. შესაბამისად მოხდა ისე, რომ ვანოს-გულმა ამ ტვირთით იტვირთა და საბოლოო ჯამში ამ ტვირთს ვეღარ გაუძლო. აი ეს იყო ჩემთვის ვანო დარჩება ამ ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლე იყო ამოსავალი წერტილი და მისი ანი და ჰოე იყო, რომ მებრძოლი ცოცხალი გამოსულიყო ნებისმიერი მისიიდან. ომის დაწყებიდან 4 დღეში, როცა ჩვენ ჩავედით უკრაინაში, ვანო დაგხვდა ფაქტიურად და ვანო არ ვიცი, აი ადამიანი, რომელიც ნებისმიერი ქართველი, ვინც კი ამ ომში ჩამოვიდა, ყველას არიგებას მასწავლებელი იყო ჩვენი იქ იმ სიტუაციაში ბევრი ბიჭების გადამრჩენი და აი 20 არა 2 მარტი იყო მე რო ვანო გავიცანი პირველად შემდეგ ყველაზე მძიმე დღე როცა გქონდა ჩვენ ბიჭებს ჩვენს ქვედანაყოფს როცა რატიანი და ერო გარდაგვეცვალა მაშინ მოვიდა ჩვენთან და დაგვეხმარა ჩვენი ბიჭების ბრძოლის ველიდან რუსების ტერიტორიიდან გამოსვენებაში არ ვიცი აი ყოველი 5 წამში თუ რაღაც ძალიან მოკლე პერიოდში ყველგან იყო სადაც ქართველებს უჭირდა ადამიანი რომელიც მარტო ჩვენ კი არ დაგვაკლდა დააკლდა უკრაინას დააკლდა საქართველოს დააკლდა დამაკლდა მე დაგვაკლდა ყველა მებრძოლს და აი ფრონტის ხაზზეც კი ღიმილით შედიოდა მაგის სახეზე ღიმილი არ იშლებოდა რა თქმა უნდა იყო მომთხოვნიც ზოგჯერ მკაცრიც მაგრამ ღიმილი არასდროს არ შორდებოდა ვანოს სახეზე აი მაგის ღიმილიანი სახე არასდროს დამავიწყდა 2022 წლის 15 თუ 16 მარტი იყო კიევში შევხვდით ჩვენ ერთმანეთს ახალი დაწყებული იყო ფართომასშტაბიანი ოკუპაცია რუსული ბოროტების და ფაშიზმის მხრიდან მაშინ გავიცანი ვანო თუმცა დაუსწრებლად ვიცნობდით ჩვენ ერთმანეთს მაგრამ პირადი ურთიერთობები არ ქონია და აი მან შევხვდით უკრაინაში კიევში პირველი საბრძოლო ნათლობა ჩვენი იყო ირპინში ვანო უფრო ბუჩას მიმართულებით იყო რაღაც გარკვეული ჯგუფი ქართველების საკმაოდ დიდი ჯგუფი ირპინის მიმართულებით ვიბრძოდით. შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც მეგობრებს, როგორც თანამებრძოლებს, როგორც უდიდეს პატრიოტთან და ძალიან დიდ ადამიანთან, როგორც ვანოსთან, ისე იმ ქართველებთან, ქართველ მეუღლებთან, რომლებიც სამწუხაროდ გმირულად დაეცნენ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბიჭები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბრძოლას უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. და ზოგადად აი ამ ქვეყნის, რასაც საქართველო ქვია, ამ ქვეყნის დესპანები არიან ესენი, ზეციური მოქალაქეები, რომლებსაც ქართული საქარქაშე მიწა ღირსეულად მიიბარებს და პატევს მიაგებს. მანამ სანამ იარსებებს ამ ქვეყნად მეომრის უკვდავის სული ეს ბიჭები ვანო და დანარჩენი ჩვენი თანამებრძოლები ბუნებრივია რომ იქნებიან უკვდავ ყოფილნი ყველაზე მეტად მახსოვს ნიკოლაევიდან დაბრუნების შემდეგ დაახლოებით 4-5 თვის წყვეტა ჰქონდა ჩვენ ფიზიკურად ერთმანეთს არ შევხვედრივართ და შემდეგ შევხვდით სულ რამდენიმე დღით მოგვიწია რამდენიმე მეომარს უკრაინაში კიევში ჩასვლა, მაშინ შევხვდით ვანოს კიდევ ერთხელ. ბევრი რამ გვითხრა, ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო მეტად მხედრულ როიტყენ სულისკვეთებას ამაღლებდა. ის იყო ყოველთვის პოზიტიური, განწყობილი, რომ უკრაინა აუცილებლად მოიგებს და გაიმარჯვებს ამ ომს. მათ შორის რამდენიმე თანამებრძოლის გარდაცვალების დროს, თუმცა ვანო პანაშვიდებზე არ მინახია, მას ჰქონდა ნათქვამი, რომ არ შეეძლო ეგეთ რაღაცაში მისვლა. მიუხედავად ყველაფრისა, რომ აი
თუ კი სადმე გაჭირვება იყო, თუ კი სადმე ვინმე დაიჭრებოდა, ან და გარდაიცვლებოდა ჩვენთან ამემამულე და ან გაურკვეველ მდგომარეობაში რაღაც სიგნალი არ მოდიოდა, ანუ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქართულ მეომარზე ინფორმაცია ქონებოდა მეომრებს და ოჯახს და ასე შემდეგ. რა, დიდი პიროვნება იყო, ძალიან დიდი ადამიანი იყო და სამწუხაროა, რომ ძალიან უდროოდ ქვეყანამ დაკარგა ესეთი პატრიოტი კაცი, ესეთი მეომარი. კიდევ ერთი ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვანო არ მომკვდარა, ვანო გარდაიცვალა და ის ბიჭები ყველანი გმირულად დაეცენ და გარდაიცვალენ, თუმცა მადლიერი ქვეყანა, მადლიერი ქართველი ხალხი და მაგალითია დღეს, რომ უწყოთ ნაკადად მოედინება მოქალაქეები, რომლებიც უთანაგრძნობენ ოჯახს, უთანაგრძნობენ მეომრებს, უთანაგრძნობენ საქართველოს და უკრაინას ასეთი გმირი მეომრის გარდაცვალებას. ხო, ვანო იმერი პიროვნება, ეს ცნობადი პიროვნება გავიცანი უკრაინაში, პროფესორად, მაგრამ ბევრი რაღაცები მსმენია მალამდე კიდევ. აფხაზეთის ომი 2008 და ბევრი რაღაცეები რა. იმერი რომ აქ ჩვენ ქართულებს სიამაყეს სტიმულს რო ყველას რო მოგცემდა ამერი პიროვნება რა. ახლა რასაც შობოდა უკრაინაში ეს ყველამ ვიცი და ხედავდით და ეს 24 საათი ჩაფლული იყო ჩვენი ბედი ხო მარტო უკრაინის არ წყდება უკრაინაში საქართველოს ბედი საქართველოს თლიანობის პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ აქ ოკუპირებულ მიწებში სიწყდებოდა და იქ რა შეეძლო მაქსიმუმში იყო და ამ გულმა ის იყო რომ შეიწერა გულმა ამ რეგიონულობა ეს კაცი იყო 24 საათი რომ ყველაფერს შობოდა იმის გულიზე რომ ჩვენი ყველაფერი აბსოლუტურად გამარჯვებისკენ წაეყვანა თავის დიდი წვლილი მაგრამ უკვე გააკეთა და ნუ დაგავიწყდებათ რომ ვანო არის გმირი უკრაინის გმირი ეს ბევრს არა აქვს მინიჭებული ეს არის იმერი ხალხი ისე არ იძლევიან უკრაინაში გმირობას როგორც ავიღოთ საქართველოში რა იძლევიან გმირობას და ეს მინდა რა მართალ შეამყოფოს ვანოსული აგერ ჩვენ ვეტერანები ვინც ვართ აგერ დგავართ რაულზე პატი აუგეთ ეს ვანოსის უფრო უკეთესი იქნებოდა აქ სუფთა მეომრებმა და ვეტერანებმა აგერ დავდექით ეკლესიაში ვანოს გვერდით რა და გავაცილეთ სული და გულის ტყივით რა ერთი სიტყვით უპირველეს ყოვლისა მინდა მივსამძიმრო ვანო ნადირაძის ოჯახს მის ახლობლებს თანამებრძოლებს მეგობრებს ეს მძიმე წუთები თითოეული ჩვენთაგანისათვის განსაცდელი წუთები და ვებშვიდობებით მას და ვფიქრობ რომ ესეთი ადამიანები როგორც ვანო ნადირაძე იყვნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და არა მარტო ჩვენი ქვეყნის სიამაყე ის იყო უკრაინის ეროვნული გმირი რომელმაც უცხოელებს შორის უცხო მებრძოლებს შორის მოიპოვა ეროვნული გმირის წოდება ვანო ნადირაძე მთელი თავისი შეგნებით მთელი თავისი ცხოვრებით იყო ჩამოყალიბებული სამხედრო მთელი მისი გავლილი ცხოვრების და არსის მანძილზე იბრძოდა ის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, უკრაინის დამოუკიდებლობისათვის, მისი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ვანო ნადირაძის სახით მის მეგობრებს, საქართველოს სრულიად უკრაინას, დემოკრატიულ ცივილიზებულ სოფლიოს მოაკლდა ადამიანი, რომელიც შეეწირა შეიძლება ითქვას, მისი ჯანმრთელობით დღევანდელ დღეს იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველოს და უკრაინას და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ეწყურა ნორმალურად. ის იყო ჩვენი სიამაყე თითოეული ქართველის. მას მე ვიცნობდი დიდი ხანია, შეიძლება ითქვას ახალგაზრდობის პერიოდიდან ის ცხოვრობდა ლოტკინზე, ჩვენ ის სახშიც ვართ არაერთხელ ნამყოფით, იყო პროფესიონალი სამხედრო და გახსოვთ თქვენ აფხაზეთის ომში მონაწილეობა მისი ყველას გახსოვს 2008 წლის ომში მონაწილეობა და ყოველთვის წინახალზე იყო. ყოველთვის პირველი გადიოდა და ბოლო გამოდიოდა. მისი მებრძოლები ახასიათებენ უკრაინაში მის ომობდა მასთან ერთად, როგორც საოცარ თბილ ადამიანს, კარგ ადამიანს, გულისხმიერ ადამიანს და ჩვენთვის არის ძალიან დიდი ტკივილი ვანოს გაცილება რა. შეიძლება ითქვას, რომ აი უდიდესი ტრაგედიაა. მე არ ვიცი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ სრულიად საქართველოს დემოკრატიულ ცივილიზებულ საქართველოს და თავისუფლების მებრძოლ ხალხს ვანო ნადირაძე პატივს არ ცემდეს და ამ კაცის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდე, მე ვერ წარმომიდგენია. ვანო გავიცანით კიევში, მაშინ იყო 2017 წელი. იყო ბევრი ჩამოსული ადამიანები, რომელსაც ომი მართლა არ ეგონა და რაღაც ვიდეოებზე ხურობდით ხოლმე. ვანო გავიცანით მაშინ პირველი რაც ვანოს აქ ჩამოდიანო
უმეტესობა ისეთ ხალხია, ვისაც ომი არ აქვს ხმა ამ კატეგორიიდანო, ვინც ხმა არ მოიგო და ჩამოვიდო და თქვა უბრალოდ სიტყვა რომ წყალს მაინც მოგიტანთ ბიჭებო, ან თქვენ დაგიტანით ომი არის თუ იმ ხალხმა უფრო მეტი გააკეთა ვიდრე ის გიმირებით თუ ავტომატურად ჩამოვიდნენ. ამაზე ყო ხოლმე იუმორის სახით საუბარი, მაგრამ გულსატკენი იყო გულის სიღრმეში. მიუხედავად იმ უღირსი ქართველებისა, ვინც იყვნენ კიდე ბევრი და დღემდე კიდე იქ არიან და ამოფარებულიან ჩვენ სისხლს და ჩვენ წვალებას და შრომას. ვანო მათ პატრონდა. მეუჯერ როდესაც სისხლი ქონა მოწამული და ქიმიას უკეთებდნენ, პლუს უბრალოდ ბიჭები. მეუჯერ იქიდან მოუკლია და იმ ხალხისთვის გადაუწ თვითონ არ უჭამია. მეუწია ბიჭებს რომ მაინც ჩვენი ქართველები არიან. როგორ გავიმეტოთ, არ შეიძლება რომ ერი არ გავაცინოთო. ანუ ზია ესენ ჩვენზე მეტ მტრები არიან ჩვენი მეთქი. არა ზია ჩვენ ქართველები ვართ. ეს ყოველთვის ყოველთვის და სულ ის ქონა დევიზად რომ ჩვენი ვარგისი გვირჩენია ხო იცი. აი ესე ცხოვრობ ამდენით უბრალოდ კაცი იყო. მოკლემეტრაჟიანი გარბაზება იცოდა ხოლმე ეს ყოველთი იუმორის სახე მასთან რომ აბა მოკლემეტრაჟიანი გარბაზდეთ 2-3 წუთიდან მე შემდგომ გულში 5 მტერსაც კი რა ისეთ კაცი იყო. ვანო ძალიან მეგობრული ძალიან პატრიოტი ყველას პატრონი იყო სიმართლე ყველას პატრონი იყო უკრაინაში სოდისაც კარგისაც ვანო ის ადამიანი იყო აი სიტყვები აღომს აი იმ სიყვარულით რო გადმოსე რაც მან გააკეთა საქართველოსთვის მებრძოლებისთვის ჩვენი ღირსებისთვის ზნეობის და ადამიანური ფაქტორისთვის რაც არის ღირსება ჩემ მებრძოლის ღირსებიდან რა სიტყვის ვანოს ერთადერთი ის მახსოვს ყველაზე მეტად რომ ზიაო ვოლი არ გაიტეხო ზიაო ეს თავისებაც ხო რა დაიკიდეო რა დაიკიდე ზია მეთქი როგორ დავიგოთ ამდენ ტრიკოს ზია გულის გაგიფეთქავენ თუ თქვით მოკლედ გასწრება ხოლმე ნახოთ რა თქვი არ ვაღირსებინოთ ამოთ ჩვენო თქვი არ ვაღირსებინოთ გულზე გავხიგოთ ესენ ჩვენ არ გავსკეთო და სამწუხარო რეალობა ის არის რომ ესმანო გულის პრობლემა გარდაიცვალა და ის იმენა გიმილია იმის პროცენტულობიდან რომ გამოვთვალოთ სიტყვაზე ვიზახე მაგალითად უხეში მაგალითი მოვთქვა რომ რაც გამიკეთებია მე პირადად ძოლსოზე 10% მაინც გამაკეთებინა უძლიერეს და უდიდეს ადამიანი იქნება იმ შეხედულებით ასე ვქო მებრძოლის ღირსება ვანო იყო ბიოლოგში მეგობარი ძალიან აი ყველასთან თანაბარი იყო დიდთან პატარასთან საერთოდ უნდა ყველასთან მიხრი რომ დაგილაპარაკებოდა იმ შენენაზე რომელზეც ვერ გაგიბინებდა მაგალითად კონფლიქტი არ ყოფილიყო აგიხსნა ყველაფერს დაგიხმარებოდა აწკენებდი 2 წუთი გავიდოდა შენ გვერდზე იყო ისე გვერდით გედგა და გეხმარებოდა და ვანოსი ერთ მომენტი იყო რომ ჩვენი ბიჭები რომელსაც პრობლემა შეექნათ გოსპიტალში დადიოდა თვითონ დადიოდა თავისი ტრანსპორტით და ყველას სთხოვდა ვისაც არ შეიძლება თვითონ ხო თავისი ბოლო კაპიკამდე ამოიღო ჯიბიდან და ესე რომ ბიჭებს დავიხმაროთ გვერდში დაუდგეთ ჩვენი ბიჭები ვისაც კიდე პრობლემები შეექნა კიდე იქნიც სამართალ დარღვევათა პრობლემებიდან გამომდინარე დაიჭირეს მათაც პატრონდა ამდენს დაუდგა თავში პირადად ვანო ეს მესწავდა რომ ვანოსთან ხელმოწერებით რომ გამოიშვა ჩვენი ბიჭები ძალიან ბევრი აი ვანო ერთადერთი რაც შემიძლია ყველაზე ხმამაღალი და ამაყად თქვა რომ ვანოსნაირი კაცი და მებრძოლი ჯერ არ შემხედია და არც მინახია სიმართლე ის ერთადერთია და ავით მე ვერ დავშნოდა რომ ბაზა ეს თავისი მხეულობით ომში რა ის თავისი იუმორი ხოდა ხოლმე თავისებური პოზიტივი და მე მესმენთ რა ის სულელი ხარ ხარ ამ შეიძლება ღიმილით მე შეგვიძლია სიუდეს ღიმილით ეს ვანოს ეთქები ღიმილით მე შეგვიძლია უდიდესი ადამიანი უძლიერესი და კარგა არა მარტო საქართველოს უკრაინას ძალიან დიდი ადამიანი და კარგი ვანო იყო პროფესიონალი ისეთი რომ მეორე არ ვიცი არ მიგულები არც გამიგია არც ფილმებში არ მაქვს უნდა ხო ამის შევადო არ მინუს შევადო არ არსებობს რა ვანო